როგორც უკვე იცით, მომავალ თვეში, კერძოდ ივნისში, UFC-ს ერთ-ერთი უზარმაზარი და სრულიად განსხვავებული ივენთი გველოდება. ეს ივენთი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მირწმუნ ღონისძიებაზე გაიმართება, რომელსაც ყველა თეთრი სახლის ქადად მოიხსენიებს და ბრძოლები 14 ივნისს არის ჩანიშნული. მოგესალმებით ყველას ჩემ არხზე. დღეს განვიხილავთ MMA-ის სამყაროში ორ უმნიშვნელოვანეს თემას. ეს არის თეთრი სახლის ივენთი და კონორ მაკგრეგორის დაბრუნება. სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, ხომ იქნება გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. თეთრი სახლის ქარდის მთავარი მოვლენა ჩვენი ჩემპიონი ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება იქნება. სწორედ ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ილიამ თავის საწვრთნელ ბანაკში ძალიან სერიოზულ და საინტერესო ცვლილებებზე ისაუბრა, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ცხოვრებაში პირველად ჩხუბობ გარეთ. როგორ იმზადები ამისთვის? ვცდილობ სავაჭრო სესიები გარეთ ჩავატარო, რომ შევეჩვიო. ასევე ვცდილობ ვივარჯიშო ზუსტად იმ დროს, რა დროსაც ჩხუბი მიწევს. ვცდილობ მაქსიმუმი გავაკეთო. ოქტაგონს გარეთ არ ვდგამთ, მაგრამ ვარჯიშების დიდი ნაწილი გარეთაა. საქმე იმაშია, რომ ეს ივენთი არ ტარდება ჩვეულებრივ სტადიონზე ან დახურულ არენაზე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ხოლმე UFC-ს ისტორიაში. დენა ვაიტმა წარმოუდგენელი რამ მოიფიქრა. ჩხუბები პირდაპირ აშშ-ს თეთრი სახლის უკანა ეზოს გაზონზე, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. თავად დენა ვაიტი ამ იდეით უკვე საოცრად აღელვებულია. ამ ყველაფერს გიჟულ ჰაიპს უკეთებს და ცნობილია, რომ ამ ივენთს პირადად დაესწრება პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. ილია თოფურიამ კი აღნიშნა, რომ მის კარიერაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მას ღია სივრცეში გარეთ მოუწევს ოქტაგონზე გასვლა. აქამდე ის ყოველთვის დახურულ დარბაზებში, მაგალითად T-Mobile არენაზე ან მსგავს არენებზე ჩხუბობდა ხოლმე. ხოდა იმისთვის, რომ ბრძოლის დღეს სხეულისთვის ეს გარემო უცხო და შოკის მომგვრელი არ ყოფილიყო, ილიამ მთელი თავისი საწვრთნელო ბანაკი და ვარჯიშების უმეტესობა ღია ცის ქვეშ გადაიტანა. მას სურს, რომ ახლავე შეეჩვიოს ღია სტადიონის სპეციფიკურ შეგრძნებებს, განათებას და ჰაერს, რათა 14 ივნისს იდეალური ბრძოლა აჩვენოს. და მაინც მოდი განვიხილოთ, თუ რა არის ილიას მთავარი საფრთხე ამ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლებისა და ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ამ ბრძოლაში ფავორიტად მაინც ილია თოფურიას მიიჩნევს, მისი საოცარი დარტყმის ძალისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჯასტინ გეიჯის სტილი ილიას წინააღმდეგ დიდად ვერ გაკაჭავს, მე აქ ერთ ძალიან დიდ საფრთხეს ვხედავ. ეს საფრთხე არის ილიას ხანგრძლივი უმოქმედობა. ილია ოქტაგონზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ბოლო ბრძოლა შაშად ივნისში ჩაატარა და ნებისმიერ ტოპ მებრძოლის უპირველეს იმტერი სწორედ არის უმოქმედობა. თუნდაც მებრძოლი ცოტა დაბალი უნარების იყოს, მაგრამ თუ ის მუდმივად აქტიურია, ის მაინც იღებს უდიდეს გამოცდილებას. MMA ისეთი სწრაფი ტემპით განვითარებადი სპორტია, რომ აქ ყოველდღე რაღაც ახალი ხდება. ახალი ტრენდები შემოდის და როცა მებრძოლი ამ ხელ პაუზას აკეთებს, მას აუცილებლად ექმნება გარკვეული პრობლემები. ბრძოლის რეალური შეგრძნება ხომ ბრძოლაშივე მოდის. ამ უმოქმედობის ყველაზე მძიმე შედეგი კი არის ადრენალინის მკვეთრი ვარდნა. როცა დიდხანს არ გიჩხუბია, ბრძოლა შეიძლება იდეალურად დაიწყო, მაგრამ უეცრად ორგანიზმში ენერგია კატასტროფულად გეცლება. ზუსტად ეს ვნახეთ ხამზად ჩიმაივის ბრძოლაში, როცა მეორე რაუნდში ადრენალინის ვარდნის გამო ენერგიისგან მთლიანად დაიცალა. ანალოგიური პრობლემა შეიძლება შეექმნას ილია თოფურიასაც. გარდა ამისა, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ამ პერიოდში ილიას პირად ცხოვრებაში ჰქონდა გარკვეული სირთულეები. და რამდენად იყო მისი გონება ამ ყველაფრით გაფანტული და დაშორებული სავაჭრო პროცესი, ამას ოქტაგონი გვანახებს. ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ილიას ბრძოლის დროს პრობლემები შეუქმნას. მაგრამ მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ გეიჯს მაინც დაამასხებს და წარმატებით დაიცავს ტიტულს. და თქვენას ფიქრობთ ამ ბრძოლაზე? იქნება თუ არა ეს ერთწლიანი პაუზა რეალური ფაქტორი გეიჯისთან ბრძოლაში? აუცილებლად დამიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი გადავიდეთ იმ გიჟურ თემაზე, რასაც მთელი სპორტული სამყარო სულ მოუთქმელად ელოდა. უამრავი ჭორისა და სპეკულაციის შემდეგ ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა. კონორ მაკგრეგორი ბრუნდება და მისი ბრძოლა მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ 12 ივლისს არის ჩანიშნული. ეს იქნება 3 რაუნდიანი დაპირისპირება ნახევრად საშუალო დივიზიონში. ამ ორ მებრძოლს შორის უზარმაზარი ისტორია. მათი პირველი ჩხუბი ჯერ კიდევ 12-13 წლის წინ შედგა და როგორც თავად მაქს ჰოლოვეიმ განაცხადა, რომ ეს ძველი ისტორია ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ და წერტილი დავუსვათო. თავად დენა ვაიტმაც პრეს კონფერენციაზე დაადასტურა, რომ კონორთან ყველაფერი შეთანხმებულია და ის საუკეთესო ფორმაშია.
სინამდვილეში ამ ბრძოლის ჩანიშვნა აქამდე იმიტომ ჭიანურდებოდა, რომ დიდი საკონტრაქტო დავები მიდიოდა ფინანსებზე. საქმე იმაშია, რომ შაშან 2025 წლამდე არსებული UFC-ს ძველი pay-per-view, ანუ ფასიანი ტრანსლაციების მოდელი შეიცვალა. კონორი კი სწორედ ამ pay-per-view-ის გაყიდვებიდან იღებდა მილიონებს, რადგან მას მარტივად შეეძლო 1 მილიონზე მეტი ტრანსლაცია გაეყიდა. მას შემოსა დღევანდელი ჩემპიონები, თუნდაც ილია ან ალექს ფერეირა 400,000 ძლივს გაჩავენ. ახლა კი როცა მოდელი შეიცვალა და მებრძოლები ფიქსირებულ თანხებზე გადავიდნენ, რის გამოც როგორც ამბობენ, Paramount-ის სისტემაში ფულადი ანაზღაურებები გაიზარდა, კონორმა კოლოსალური ფიქსირებული თანხა მოითხოვა. სადღაც 40 ან 50 მილიონი დოლარი ერთ ბრძოლაში. UFC-ს თავის მხრივ სურსო მაკგრეგორმა გრძელვადიანი 7 ან 8 ბრძოლიანი კონტრაქტი გააფორმოს. თუნდაც მან ამდენი არ იჩხუბოს, UFC-ს მაინც აწყვეტს მისი ამ ხელშეკრულებაში ჩასმა, რადგან კონორს ყველაზე პატარა ივენტის გიჟულ დონეზე გაყიდვაც კი შეუძლია. და კომპანიას მისი პოპულარობის მაქსიმალურად ამოღება სურს. თუმცა აქ თავადი კითხვა მებრძოლის ფორმა. კონორი უკვე 38 წლისაა და 4-5 წელია რეალურად არ უჩხუბია. 2024 წელს მაიკ ჩენდლერთან ბრძოლა ფეხის თითის ტრამვის გამო ჩაეშალა. ის შემდეგაც ამ გაუთავებელი საკონტრაქტო ომების გამო მისი საუკეთესო პრაიმ წლები უბრალოდ გაიწელა და დაიკარგა. უმოქმედობა, როგორც უკვე ვთქვით, მებრძოლს შიგნიდან ფიდავს. ახალია, ჰოლოვეისთან ბრძოლაში ჭიდაობა ნაკლებად იქნება, რადგან ორივე სტრაიკერია და სუფთა ჩხუბს აპირებენ, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა სიზავს 38 წლის კონორი ამ ხელა პაუზის შემდეგ ოქტაგონზე. მოკლედ მეგობრებო, წინ უგიჯესი ზაფხული გველოდება. ჯერ 14 ივნისს თეთრი სახლის კარტი და ილია თოფურია. შემდეგ კი 12 ივლისი, როდესაც კონორ მაკგრეგორი ოფიციალურად ბრუნდება. დამეწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, მოიგებს ილია თოფურია გეიჯისთან და დაამტკიცებს თავისი ძლიერეს და რას იზამს კონორი მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დააჭერეთ ლაიქს, გამოიწერეთ არხი, რომ მათ გამოტოვოთ UFC-ს უახლესი სიახლეები. ახლა კიდე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.